მოგესალმებათ. შინაურული კიდევ ერთი მარტივი რეცეპტით. დღეს მოგიტანეთ კექსის ზებრა, რომელიც არის მარტივიც, სწრაფიც, ბიუჯეტურიც და თანაც ძალიან გემრიელი. შინაურულზე არის კექსების რეცეპტების მთელი პლეილისტი. მაშას პირველ რიგში 3 კვერცხი და 200 გრამი შაქარი მოვათავსოთ ჯამში. დავამატოთ მწიკვი მარილი და 1 ვანილი და დავიწყოთ მიქსერით ათქვეფა, მანამდე სანამ მასა არ გათეთრდება. შემდეგ ცალკე ჯამში მოვათავსოთ 200 გრამი მაწონი ან არაჟანი და დავამატოთ 1 ჩაის კოვზის სოდა, სანამ მაწონი კარგად არ ამოფუვდება. შემდეგ დავამატოთ ჩვენს მომზადებულ კვერცხიან მასას და დავამატოთ აქვე 125 მl ზეთი. ეს არის ნახევარი ჭიქა 250 მლ-იანი ჭიქის. 250 გრამი ფქვილიც აქვე დავამატოთ ახალ გაცრილი და მიქსერის საშუალებით ფქვილი ცომში კარგად გავხსნათ. შემდეგ გადავიტანოთ ნახევარი ცომი ცალკე ჯამში და დავამატოთ 1 სუფრის კოვზი კაკაო, რომელიც მასაში კარგად ავურიოთ კაკაოს სრულ გახსნამდე. ორივე ცომი მზად არის, მუქი ფერის და თეთრისაც. მოვათავსოთ 26 სანტიმეტრის საცხობ ფორმაში, ჯერ საცხობი ქაღალდი, შემდეგ რიგრიგობით მუქი და თეთრი ფერის ცომი. 2 სუფრის კოვზად. ჯერ ვიწყებთ შავი ფერით, ზემოდან ვასხამთ თეთრი ფერის ცომს, შემდეგ ისევ მუქი ფერის ცომს და ასე რიგრიგობით, სანამ ბოლომდე არ დაგვიმთავრდება ორივე ფერის ცომი და ჩვენი უგემრიელესი, ულამაზესი ზებრა მზად არის, რომელსაც ბოლო აკორდად ასე ხის ჩხირით გავავლოთ და შევდგათ გამოსაცხობად წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე. ჩვენი კექსი უკვე გამოცხვა. გავაცივოთ ფორმაშივე და შემდეგ ამოვიტანოთ ფორმიდან და გადავასხათ სურვილისამებრ გამღვალი შოკოლადი ან მინანქარი, რომლის რეცეპტიც ასევე არის შინაურულზე. შემდეგ ზემოდან მოვასხათ ან შესქელებული რძე, ან გამღვალი თეთრი შოკოლადი. მე ამ შემთხვევაში გავალღეთ თეთრი შოკოლადი და მოვასხი ზემოდან. შემდეგ გავავლე ასე დანის წვერით, რომ უფრო ლამაზი ნახატი გქონდეს და ჩვენი უგემრიელესი კექსის ზებრა მზად არის 2 შოკოლადით, რომელიც კიდევ უფრო აგემრიელებს ამ უგემრიელეს კექსს. ამიტომაც აუცილებლად სინჯეთ, არ ინანებთ. დღეს სულ ეს იყო. თქვენ კი გამოიწერეთ შინაურული, რომ ნახოთ ყველა მარტივი რეცეპტი. მადლობა, რომ გიყურეთ მომავალ რეცეპტამდე.